გარემოს ეროვნულ სააგენტოში უნდა გავეთავინაცვლოთ, საიდანაც ჩაგვერთვება თამარ ბუბაშვილი და გავიგებთ კვირის განმავლობაში როგორი პროგნოზია მოსალოდნელი. თამარ, დილა მშვიდობისა და გისმენთ. დილა მშვიდობისა, გასული დღეების მზიანი და თბილი დღეებისგან განსხვავებით მიმდინარე კვირა იქნება უფრო სხვანაირი, რაც იმას ნიშნავს, რომ არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები, გვექნება წვიმიანი, ქარიანი დღეები, თუმცა ასევე იმასაც გვპირდებიან, რომ ტემპერატურა მაინც მოიმატებს კვირის ბოლოსკენ. მოკეთ უფრო დეტალურად, რა თქმა უნდა, ჩვენს მასპინძელთან ერთად ვისაუბრებთ. ხათუნა ქოქოსაძე არის დღეს ჩვენთან ერთად. როგორც ვთქვით, ეს კვირა გასულ კვირასთან შედარებით უფრო წვიმიანი იქნება, წვიმიანი დღეები გველოდება. მოდით ამით რომ დავიწყოთ და რომ გითხრათ, სად, რომელ რეგიონში, რომელ ქალაქში უნდა ველოდოთ წვიმას და ძლიერი წვიმა იქნება თუ არა. მოგესალმებით. დიახ, დღეს დასავლეთ საქართველოშიც, აღმოსავლეთ საქართველოშიც იქნება ხალმოკლე ხასიათის წვიმა. მაგრამ აი ხვალ გამოიდარებს, უნალექო ამინდი იქნება მთლიანად საქართველოში. დღეს თუ ტემპერატურა ცოტათი დაიკლებს, დაახლოებით დასავლეთ საქართველოში 20-22 გრადუსამდე დაბლობში, აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში 23-24 გრადუსამდე. ხვალ ისევ მოიმატებს, დასავლეთ საქართველოში 27-28 გრადუსამდე, აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში 26-27 გრადუსამდე და ორში დღის ბოლოდან, უფრო საღამოდან დაიწყება წვიმა დასავლეთ საქართველოშიც და შემდეგ უკვე აქეთ აღმოსავლეთ საქართველოშიც გადმოვა. სამში იქნება უმეტეს რაიონში, დასავლეთშიც, აღმოსავლეთ საქართველოშიც წვიმა, მაღალ მთაში თოვლ-ჭყაპი, ტემპერატურაც მნიშვნელოვნად დაიკლებს, დაახლოებით დასავლეთ საქართველოში 20 გრადუსამდე, აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში 22-23 გრადუსამდე. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, დრო გამოშვებით ძლიერი 20-22 მეტრ/წამამდე. ქალბატონ ხათუნა, მოდით წვიმაზე რომ დავკონკრეტდეთ, თქვენ თქვით, რომ დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც. მოდით აღარ ჩამოვყვეთ ცალ-ცალკე, უბრალოდ თუ არის რომელიმე ქალაქი ან რეგიონი, სადაც არ იქნება ამ კვირის განმავლობაში წვიმა. სამში ყველგან იქნება წვიმა და 4-ში შესუსტდება ინტენსივობა და ზოგან გამოიდარებს და კვირის ბოლომდე შენარჩუნდება ხანმოკლე ხასიათის წვიმები, თუმცა ის ზოგან შიდა კახეთში მაგალითად უფრო ნაკლებად იქნება კვირის ბოლოსკენ, თუმცა სხვა რეგიონებში უმეტესად კი და მთიან რაიონებში, დასავლეთშიც, აღმოსავლეთშიც შენარჩუნდება ეს ხანმოკლე ხასიათის წვიმები. თქვენ ქარზეც თქვით, მოდით ესეც რომ დავაკონკრეტოთ, ქარი სად უფრო იქნება ძლიერი ქარის, თქვით, რომ გარკვეულ ტერიტორიაზე ძლიერ ქარს უნდა ველოდოთ, აი ძლიერი ქარი სად იქნება? დიახ, ძლიერი ქარი ორში დასავლეთ საქართველოში იქნება აღმოსავლეთის მიმართულების ქარი კოლხეთის დაბლობზე, უმეტესად ქუთაისის, ამტრედის მიდამოებში 20 მეტრ/წამამდე გაძლიერება დრო გამოშვებით და სამში უკვე შეტრიალდება ეს ქარი, უკვე დასავლეთის მიმართულების ქარი იქნება და აქეთ აღმოსავლეთ საქართველოშიც შიდა ქართლში გორის ურამის მონაკვეთზე და მათ შორის თბილისშიც იქროლებს დასავლეთის მიმართულების დრო გამოშვებით ძლიერი ქარი 20 მეტრ/წამამდე. აი აღმოსავლეთში თქვა თბილისის და გორიხაშურის ტერიტორიის გარდა, კახეთისკენ, ქვემო ქართლში თუ იქნება ძლიერი ქარი? კახეთისკენ 15 მეტრ/წამამდე მეტი სიძლიერის ქარი არ იქნება, მაგრამ თბილისში, აი მდინარე მტკვრის ხეობას რა რეგიონებიც სოფლები თუ დაბები გაუყვება, აი იმ მიდამოებში ძლიერი ქარი იქნება. და რაც შეეხება მაინც ზამთრის კურორტებს უნდა შევეხოთ, თქვენ კითხვით ნელ-ნელა უკვე სეზონი სრულდება, ზამთრის კურორტებზე თქვით, რომ მთაში თოვლ-ჭყაპი არის, მაღალ მთაში, აი თოვლს თუ უნდა ველოდოთ ამ კვირის განმავლობაში კურორტებზე, გუდაურში, როგორც აღმოსავლეთის, გუდაური ბაკურიანი, ისე დასავლეთის, თქვათ მესტია, იგივე ბახმაროში თუ იქნება თოვლი.
როგორც თქვით, თოვლჭყაპი იქნება უმეტესად, თუმცა ჩრდილო რაიონებში, გუდაურში შესაძლებელია, რომ თოვლში გადავიდეს რაღაც ხანმოკლე პერიოდში, თუმცა ძირითადად მაინც უფრო თოვლჭყაპი იქნება და თქვენ სწორედ აღნიშნეთ, კვირის ბოლოს უკვე საკმაოდ მატულობს ტემპერატურა, მართალია ნალექი რჩება დაბლობში წვიმის სახით, ხანმოკლე ხასიათის წვიმა ელჭექით, უკვე გაზაფხულისთვის დამახასიათებელი წვიმები იქნება და მაღალ მთაში ისევ დრო გამოშვებით თოვლჭყაპი, მცირე, ხა ისეთი მნიშვნელოვანი უკვე კვირის ბოლოსთვის აღარ. ხო, ანუ გაზაფხული ვიცით, რომ წვიმიანია და აპრილი ზოგადად რომ ვთქვათ მოკლედ წინასწარი პროგნოზი როგორია, წვიმიანი გვექნება, ძალიან წვიმიანი? ნალექს რაც შეეხება დასავლეთ საქართველოში ნორმასთან შედარებით ნაკლები ნალექი და ნორმის ფარგლებში, აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში ნორმის ფარგლებში. ეს ნიშნავს იმას, რომ გაზაფხული საერთოდ აპრილის თვეც მათ შორის საკმაოდ წვიმიანია, კლიმატურად წვიმიანია, ამიტომ როდესაც ვამბობთ, რომ ნაკლები იქნება ნალექი, ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ წვიმები არ იქნება, ამიტომ წვიმები საკმაოდ ესეთი იქნება ხშირად, თუმცა ესეთი ძალიან ძლიერი წვიმები ხშირი არ იქნება და გაზაფხულს როგორც შეეფერება მზიანი ამინდიც ხშირად გვექნება. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ხათუნა ქოქოსაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. მოკლედ კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, ხვალინდელი დღე არის, რომელიც უნალექო იქნება, დანარჩენი დღეები მეტნაკლებად იქნება დრო გამოშვებით წვიმა და ასევე უნდა ველოდოთ ქარიან დღეებსაც. ასეთი არის მიმდინარე კვირის ამინდის პროგნოზი, მე დაგემშვიდობებით, რა თქმა უნდა, წარმატებულ დღეს და წარმატებულ კვირას გისურვებთ. დიდი მადლობა თამარ და მეც გისურვებ და ვუსურვებ ჩვენ თავს, რომ მომავალი ორშაბათი ასეთი ჩართვით დაიწყო, რომ წინ მხოლოდ მზიანი დღეები გვაქვს. დიდი მადლობა ამ წარმატებები.